თვითონ დამსაქმებლები არ ექცევიან სწორად პოტენციურ ასე თქვა დასაქმებულებს, იმიტომ რომ ჯერ ერთი ანაზღაურების კუთხით არის სასაცილო შემოსავალი, რაც უბრალოდ საცხოვრებლად კი არა, არაფრისთვის არ ყოფნის. მეორე მხრივ არის მაინც გინდა არ გინდა ნეპოტიზმი არის, გინდა არ გინდა, იმიტომ რომ ბევრი შემთხვევა ხა ჩემ გარშემო მე სტუდენტებს ყოველდღიურად ველაპარაკები და ვისაც ველაპარაკები ძირითადად კორპორატიული გარემოდან მოდიან და ყველაფერი კარგად ვიცი იმის მიუხედავად რომ მე არ მიმუშავია იქ და დანარჩენი არის კვალიფიკაციის ამბებიც ხო, იმიტომ რომ ზოგი მაგალითად არ არის იმდენად კვალიფიკაციის მქონე რამდენადაც საჭიროა, თუმცა ეს არის ყველაზე ნაკლებად რა. მაინც მე მგონია რომ დასაქმების ამბავში თავარი გამოწვევა თუ პრობლემა არის კომპანიების არასწორი დამოკიდებულება და არაჯანსაღი დამოკიდებულება კადრების მიმართ რა. დიახ, და გამოსავალს რაში ხედავთ? კომპანიები უნდა ამოყირავდეს თლიანად. ორგანიზაციულად უნდა შეიცვალოს, სტრუქტურები უნდა ჩამოირღვეს, კარგი გაგებით რა თქმა უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ შენ გჭირდება თანამშრომელი და არა მონა და უნდა გაუფრთხილდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ ყავთ რა, ან ეყოლებათ მომავალში და ეს ყველაფერი მე გამოასწორებს ამ გარემოს. იმიტომ გავრბივართ ჩვენ საერთაშორისო ბაზარზე, რომ გვინდა შემოსავალი მეტი და აქ თუ შენ მომცემ იმდა შემოსავალს, რომ მე გასაქცევი აღარ მქონდეს არსად და ვრჩებ. ხო ესე, მაგრამ არ ვაკეთებთ მაგას, არ აკეთებენ იმის მიუხედავად, რომ აქვთ შესაძლებლობები და მილიონიანი კომპანიები არსებობენ, რა ვიცი, რომლებიც ძალიან დიდ თანხებს გამოიმუშავებენ. ხელფას უხდიან ძალიან სასაცილოს ისეც რომ მართლა არაფერში არ ყოფნის რა. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ აი ფრილანსერობის შემთხვევაში, რომ აი მაგალითად, როდესაც გვინდა რომ დავიწყოთ, უნდა დავთანხმდეთ დაბალ პირობითად შემოთავაზებას და ამ საქართველოს ბაზრის შემთხვევაში ეს რატომ არ ამართლებს? ანუ რომ დავთანხმდეთ მაგალითად იმიტომ რომ იქ შენ იცი რომ დღეს რომ დაბალს დათანხმდები, ხვალ 10 მაგ და 20 მაგ შემოსავალს მიიღებ და აქ რომ დათანხმდები, ყველა აღარ ვიტყვი ახლა რა, ზემოდან რა ვიცი რა, გადაგივლიან და არაფრის შესაძლებლობას არ მოგცემენ. ხო ხდებით რა და იქ ხდები მაგას და ანალიზებ. მეორე მხრივ როცა გავდივართ საერთაშორისო ბაზარზე, იქ დამსაქმებლები ხშირ შემთხვევაში არიან ისეთი ქვეყნებიდან, სადაც არ არის მაღალი შემოსავალი, ხო? მაგალითად, თუნდაც ავიღოთ აზიური ქვეყანა ინდოეთი, სიტყვაზე ვამბობ. და ის არ გიხდის ისეც რა, მაგრამ შენ რო 1, 2, 3, 4 პროექტს აიღებ ეგეც, მე უკვე აი შეუძლებელია, რომ ისევ დაბალ შემოსავალზე დარჩი. ამაში ვარ 100% დარწმუნებული. დღეს თუ მაგალითად გექნება ერთ პროექტში 20-დან $50-მდე, ერთ წელში და ორ წელში შენ გექნება 300, 400 და $500-მდე. და საქართველოში პირიქით ხდება რა. თუ დათანხმდი $700 ლარიანს, თავზე ხელს გადაგისვამენ და გეტყვიან ყოჩახ და ახლა შენ $750 ლარი.